სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად განიხილავს თემას, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრება დაამახინჯოს, ტრაგიკულად აქციოს და მომავალი დაუნგრიოს. ყოფილა შემთხვევები, რომ ცრუ ინფორმაციას ადამიანი თვითმკვლელობამდე მიუყვანია, უბედური სენი, რომელიც მოდებულია მთელს მსოფლიოში და ვერავინ ვერ აკონტროლებს. ამბობენ სპეცსამსახურებში, ჯგუფებიც კი მუშაობენ, რათა წინასწარ მათთვის საჭირო ინფორმაცია გაავრცელონ. ალბათ ყველა მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობთ. ჭორი. ჭორი, რომლითაც ცხოვრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. ჭორი ვრცელდება პრესიდან, ტელევიზიებიდან, რადიოდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, სილამაზის სალონიდან და მთავარი სოციალური ქსელიდან. ძირითადად ჭორებს ავრცელებენ ცნობილ ადამიანებზე, მათ გარდაცვალებაზე, სასიყვარულო ამბებზე, ოჯახურ მდგომარეობაზე და სექსუალურ ორიენტაციაზე. არავინ იცის, საიდან და როდის გაჩნდა ეს დამახინჯებული თვისება ადამიანში. ჭორები ძველ დროში სამეფო კარზეც მომძლავრებულად იყო. პოლიტიკური ჭორებიც მძაფრად ვუსირებს ყველა დროში და საქართველო. ვინ ან როგორი ადამიანები ავრცელებენ ჭორებს, ვის ჭირდება და ვინ სულდგმულობს ცრუ ამბებით. ბოლო სულ ცხელი ჭორი, თან პოლიტიკური. მალე სახელმწიფო მინისტრი, ცნობილი ჟურნალისტი შალვა რამიშვილი გახდება. დაველოდოთ, ვნახოთ ჭორია თუ მართალი. იმასაც ამბობენ ქართველ სამართალდამცავებს აქვთ შემუშავებული მექანიზმი და ადვილად იპოვიან ჭორების გამავრცელებელს. მათ გამოააშკარავებს და პასუხისგებაში მისცემს. გააჩნია ჭორის სიმძიმეს, მაშასე ქართული ჭორები და მათი მსხვერპლი. სტუმრები სტუდიაში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. მოკლედ, თქვენ მე მგონი ყველანი მსხვერპლები ხართ ჭორების, ხო? რაღაცა დაძაბულები ხარ? არა, სავარაუდოდ ალბათ კი. ბევრი ადამიანი უხერხულობაში ჩავარდნილა ჭორების გამო, ბევრს დაანგრევია ოჯახი, ბევრმა დაკარგა გელფრენდი თუ ბოიფრენდი, ბევრმა ინერვიულა და ბევრიც ხალისობს, მაგრამ ძირითადად ხალისობს. ბევრმა შეიძინა, რა თქმა უნდა და ძირითადად ხალისობს ერთი ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს ჭორებით. მაგალითად, ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით, ჩავდივარ ერთ-ერთ რაიონში, ანრისთან ქორწილში, მოდი ესე ვიტყვი, და უცბად შეშფოთებული ხალხი, ნუ იქ ოვაციებით შემხვდნენ ეს არაფერი და ზურა ხაჩიძე გარდაიცვალა. შენამდე ხო მოვიდა მე? რა მოხდა? გვიან მოვიდა ეს თქვენ, ანუ მე ესე ქორწილის დღეს არ გამიგია, ანუ არავის არ უთქვავს, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ დაიწერა სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე და შემდეგ ჟურნალისტებმაც დაიწყეს დარეკვა აქტიურად, რომ ცოცხალი ხარ. აი, რა კითხვა, წარმოიდგინე, ჟურნალისტი რომ გირეკავს, ან გაღვიძებს დილით და ბატონო ზურა, თქვენ ცოცხალი ხართ? რა ვიცი, თუ გელაპარაკები, ალბათ ცოცხალი ვარ, რა ხდება? ვეკითხები და აი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიაში მოყევით და გარდაიცვალეთ. ესეთი ჭორი ნამდვილად არასდროს არ გავრცელებულა, არასდროს და ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის. არაეთყობა საერთოდ პერიოდი ვირუსები იყო Facebook-ში, რომ არა მხოლოდ ზურაზე, არამედ ძალიან ბევრ ადამიანზე ყოფილა ესეთი რაღაც. ეს ერთი დავიწყოთ იქა და რომ ეს ჭორი არ არის, პირდაპირ გამიზნულად სიბოროტეა, ჩვეულებრივად ადამიანი აწერს ხელს, რომ შენ იმის გამო რომ რაღაც კონკრეტული გვერდი გაქვს და იმ გვერდს ყავდეს ბევრი მკითხველი ან სტუმარი, ესე იგი მიდიხარ იმაზე რომ ვიღაცა მოკვდა. მოკლედ დავიწყოთ იქიდან რომ ამას ადამიანური ღირსება გამქრალია, ვინც ამას აკეთებს ხალხო, ეს ჭორი არ არის. თუ ჭორებზე გვინდა საუბარი, მოდი პირდაპირ ვიცინოთ, კი არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ სასაცილოა თავიდან ბოლომდე ახლა რა, ყველაფერი. ანრი, არ ამგონია სასაცილო იყო. როგორ არ არის სასაცილო გია, ეხლა მაგალითად დავინახე ორი ადამიანი გიждები თიკა მახალდიანზე, ღმერთმა ბედნიერად ყოფნის მისკარზე, მე ვიდეო კომენტარი ჩავწერე სახალხოდ. ვინ გკითხავთ? ორი ბრწყინვალე ადამიანი თავის ქორწილ დღეს შამპანურს იგებს რომ მიუჭახუნებენ და მიულოცავენ ერთმანეთს. ვინ გკითხავს? რატო შემოდიხარ ჩემს პირეცის სივრცეში? ვინ ახარ? მინდა შამპანურს დავდებ და მინდა ღვინოს გადავიწყამ თავზე. მე მყავს ჩემი კონკრეტული friend list-ი დავარქვათ ამას თუ მეგობრები, იქ ჩემსაც რადგან მე მას დავდებ. შენ ვიღაცა მაიმუნი თუ ყვითელი პრესა ხარ თუ ჭრელი თუ შეშინებული თაგვისფერი გაგისკდა მაითავი, რა გაქვს ჩემი სივრციდან და საზოგადოებაში ნახე რა დადეს. ვინ გკითხავს? რა დავდე კაცო შენ? მოდი შენ რა დადე იმას მიხედე რა.
არა, არ შეიძლება ეს სასაცილოა რა. თიკას ვკითხოთ, მოგესალმებით, თიკა და თემო. ანდრი, ძალიან დიდი მადლობა. არ არის მადლობა, იკითხავი, ნუ თიკა, სანამ ეს ფოტო გავრცელდებოდა, მანამ ძალიან დიდი ჭორი იყო, რომ შენი ქმარი იყო იტალიელი მილიონერი და თურმე ქართველი კაცი ყოფილა. ქართველი, მაგრამ მილიონერი. ქართველი მილიონერია პირველ რიგში სული. ნუ ჩამოსული იყო და მეგობრისგან გავიცანი და აქედან მოგვეწონა ერთმანეთი. ნამდვილად არ არის მილიონერი, მინდა ვთქვა. ნუ გადაიხადეთ ქორწილი, მერე ქორწილზე, კაბაზე იყო, ხო, დიდი ამბავი, კაბაზე ატყდა. კომენტარებში კაბაც რას გავს, რა არის ეს, რაცია, ან ვინმე ვერ ურჩია, ფული კი აქვს ძალიან ბევრი და რა იყო, ვერ შეიკერა ნორმალ, ნუ არ ვიცი. რა რეაქცია ჰქონდა ესეთი ამბავი რო ატყდა? ხო, მე ვინერვიულე, იმიტომ რომ მაინც მომხვდა გულზე, მართლა პირველად გავიღვენ დღეს სახალხოდ და ნუ არ ვარ მიჩვეული ესეთ რაღაც კომენტარებს და ამიტომ ნუ მეწყინა ცოტა და თემას არ ქონა რეაქცია, პირიქით მომშვიდებდა და კაიო რა გაიცინეო რა, ხა რა უნდა ქნაო. ნუ რას ვიზავ, ხო ვერაფერს ვერ ვიზავდი, მაგრამ ნუ ჩემთვის მეწყინა რა. ჯერი ბრალია რატო დადის ფოტო. მე დამბრალდა ვაფშე. ჩვეულებრივი მეგობრების მიმართ იყო ეს ფოტო რა. უბრალოდ მთელი თვენახევრის განმავლობაში ამ ქორწილის სამზადიში ისე ვიყავი ირადად მე და ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ მიდიოდა დაწყებული მოსაწვევიდან დამთავრებული ბოლო რაღაც დეტალამდე. ასუხს არცემდი ის ვინც ილანძღებოდა? არა, საერთოდ არანაირი რეაქცია გამეცინა უბრალოდ. მე მინდოდა რომ მეთქი ხა ყოველს მიწერთ ხა და მე მივხვდი რომ მეც იმ დონეზე ვარდებოდი იმათ დონეზე ანუ და ქორწილის დროს საერთოდ ჩიქაგვენა არ დამიმოწა. მე სტუმრები ჩამოსულები იყო, ნუ სახლი დაუთმე და მე და თიკა წავედით ერთ-ერთ არაჩვეულებრივ სასტუმროში. სასტუმროში რომ შევედი ნომერში, ნუ იქაც გველოდებოდნენ, შამპანიური გავხსენ იქ იდო. და მოვეშვი ადამიანურად, დავასხი თიკასაც დაუსხი და სურათი გადავიღე და დავლიე მარტო. როგორ გაბედით, თემო, არ წვენი რა. ეხლა მოვნიშნე ორი ჩემი მეგობარი. ხო გინდოდათ მეთქი რომ დამელია მეთქი, მოდი და დავლიოთ. აი იგი. და აი პირველ ღამესო ცოლთან ერთად არიო და რაღაცებს ეუნება ჩამოდიოდა, ნუ აი ჩვენ როგორც ვიცით, ეს ფორტუნა ჯიმდადო და ჩვენ დაუკავშირდით რედაქტორმა არისურვა ჩვენს გადაცემაში მოსვლა, თქვა რომ ჯაჯანიძის შოუში არ მივალთო. არაუშავს. მსგავსი ქმედებისთვის რომ სანქცია არსებობდეს იმ რედაქტორისთვის ან კონკრეტულად რაიმე ორგანიზაცია, რაც რადიო იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ისინი ვეღარ გაბედავენ ამას. მაგალითად, ცოლს გაშორდა ანრი. გინდათ გაიგოს ყველა ამ თემაზე არ ვსაუბრობ არსად არასდროს არავისთან. კი, გავშორდი, მაგრამ კი. მაგრამ არ გაგიგია? ამბობენ რატო? ჭორი გეგონა. აბრალებენ ამ გოგოს. ამ ქერათმენო ამაზმანთანო, ისა რა ქვია, ურთიერთობა აქვს, ანრიშთა დაშორდა. არა, ჩემო კარგო. ტყუილი ეს გოგო არის ჩემი მეგობარი. ულამაზესი გოგოა. საომალოდ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოლს მხოლოდ და მხოლოდ გავშორდი, იმიტომ რომ ჩვენ ორმა ადამიანმა, რომელმაც გადაწყვეტა რომ ყვარებოდა ერთმანეთს და გვიყვარდა, სამწუხაროდ რაღაცა ვერ გაუგეთ ერთმანეთს, ეს ბუნებრივია. იცი რავეთ მე მაცინეთ ბევრი გაგახარათ, მე ალდევეძეთ გია შენი არ იყოს რა. სურათის გადაკოპირება, რაც არ უნდა იყოს, ეს არის პირად სივრცეში შეჭრა უბრალოდ და მართლა უნდა მოქმედებდეს რაღაც კანონი, რომ ესეთი რაღაცები ვერ აუცილებლად, იმიტომ რომ დასჯადი უნდა იყოს. იმიტომ რომ მე მინდა ჩემთან აქ არის მთავარია რომ ესეთი ბოროტი არ უნდა იყოს, არ უნდა გინდებოდეს ამის გაკეთება. ამას კანონი ვერ მაგალითად ერთ რამეს გეტყვი. მომრავლდა ოროსანი ჟურნალისტები ან რაღაცა ყველა ხის ბედნიერება უნდა გიხაროდეს. ხის ბედნიერება არა სრულფასოვანი სათავე. ჟურნალისტის სამსახური სწორედ ეგ არის რომ არის ჟურნალისტები არა ჟურნალისტები არიან ან პირდაპირ იმისობით კი არ არის კაცო ეს მის სამსახური მეგეუნები რომ მე ამით რედაქციას უნდა მოუტანო რაღაც კონკრეტული პოპულარობა ან თანხა ჟურნალისტი არ არის შუა მომისმინებ ერთ-ერთ ან შენ ლაპარაკი ან მე ლაპარაკ კაცო და დევიღალით და გული მაგ დაღლები მაცადე მეგონებს სხვა ჟურნალისტი რა შუაშია კაცო ჟურნალისტი გეუნები რომ იმას აქვს ჟურნალისტი გიწერს შენ ყოველთვის იმ სტატიას შენ ხარ ასმეურები რომ მე თეატრში რომ მომცენ იმის რა ქვია სტალინის როლი და იმიტომ რომ სტალინი არ მიყვარს არ ვითამაშო შეგიძლია სულ გაიხადო და რედაქტორი ავალებს უნდა გააკეთო შენ მსგავსი ხომ არა რედაქტორია ოროსანი და უნიათო და ეხლა როგორ უნდა კაცო ვერ გავიგებს ისი მაშინ სხვა პრობლემასთან მივდივართ რომ კითხველი არის დამნაშავე იმიტომ რომ კითხვა ეგ აინტერესებს და იმათმარებელი თორემ რასაც აწვდის იგივე ჟურნალისტი არა ჟურნალისტი რასაც
წვდის მკითხველს იმით იინტერესებს. ჟურნალისტი ვინ თხოვს ამას? რედაქტორი? ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ძალიან ბევრი რედაქტორი ახლა შეხედავს ამ გადაცემას და თავში ჩაიხედავს და მიხვდება. არ გავწითლებულო. მერცი, შენ იყავი ჩემი საყვარელი. გავრცელდა ინფორმაცია. არა. პირიქით შენ იყავი ჩემი საყვარელი. ესეთი საქმე. მნიშვნელობა აქვს? როგორ არა? სიტუაციას გავვრცელდა, ხო გახსოვთ გადაცემის შემდეგ ხელში აყვანილი იმ გადაცემაში ერთ გუნდი ვიყავით მე და ვერსი, ხო გახსოვთ? და ლიკლიკაძემ დადო დათო შენი საყვარელიც იყო მერცი? ხო, აბა. მე ყველა საყვარელი ვარ. მე ბოლოს ავიღე. მერცი, შენ თამუნა ვარშალომიძეა, ქართველებრივი გოგო მოდელი. ნახევარი მილიონი აქვს ნახვა ანონს მარტო გადაცემის. რომ ოჯახი დავანგრიე. და უღალატე ხათუნა და წავედი თამუნა. მინერვიული ამაზე, ეს ჭორი ვინ? ხათუნა მინერვიულა მაგაზე თუ? ხათუნა იმდენად გამოიწორსნა, გამოიძერწ ამ ხრის მანძილზე იმუნიტეტი შეიმუშავა ხათუნას. პირველად ქონდა ზურა, ეხლა მართალი რაღაცა რომ მოხდეს, შეიძლება აღარ დაიჯეროს. არა, ხო, იმდეს იძახია, მგელი მოვიდა ბოლოს მართლა მოვა, მეგონი შემჭამს ყველას. ნატა გულიაშვილთან ერთად ვცელდება შენი სურათები, რა ხდება? არაფერი. თან ჩახუტებული ტუჩებში კოცნი თუ ლოყაზე თუ არაფერი არ ხდება, იცით რომ ზალიკო ჩემი დეიდაშვილია და ხშირად არის კარაოკეში. და ავდივარ ხოლმე იქ და ნატა არის წამყვანი და რამოდენიმეჯერ სურათი სადაც დავინახავთ ერთმანეთს, ეხლა ისაც კარგი ურთიერთობა, ხან სელს ვიღებთ, ხან რაღაცა ფოტოებს ვიღებთ და დადო იმაზე და ალბათ აქედან. მე ამის ძალიან დიდი ხანია ეს ხატიას ახსოვს, როცა ჯგუფი ქუჩის ბიჭები, რომელიც წელს ვიწყებით მოღვაწეობას, იქიდან მიჩვეული ვართ. მე არასდროს ამას ყურადღებას არ ვაქცევ, უბრალოდ ერთადერთი ის იყო გამოღიზიანე იმა, რომ არასდროს არ მოუკლივარ არავის, არც ერთ ჟურნალისტს. ბოლოს ხომ მაინც? ბოლოს მაინც მომკლეს რა. იმიტომ რომ ვერ დაგიპყრო. შენ მანამ არ გაჩერდები, სადამ არ იტყვიან და არ დაწერენ რომ ორსულად. ხო, არ ვიცი, ხო, ჯვარი წერია, მე ჩემზე რატომ დაწერონ, მაგრამ ეს გია ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში პრობლემა. სოფლის ორღობეშიც ჭორაობდნენ, გამურჩეულ ბიჭზე, გოგოზე. შეიძლება სხვა გაუბედუროს ჭორიკანა ერი ვარ თქვი რომ ცუდი სიტყვა ერი არა ვარ ჭორიკანა, მაგრამ ადამიანები ბევრი არის ხელმოწარული, ვერაფერს ვერ აკეთებს, წარმატებას ვერ აღწევს, ზის 24 საათი იმ თავის Facebook-ში და სხვაზე როგორ შეთითხნოს მოიგონოს რაღაცა ჭორი და დაანგრიოს მისი ოჯახი ან მოკლას, ეს არის, აი მე ესე ვფიქრობ და რაღაცა ნუ გავოროტებით ხალხო. არის ხოლმე იგივე, აი რო აიღო რომ უცხოურ საიტზე, ხო იგივე ნებისმიერი კომპანიის ან ინტერნეტ გამოცემის რაღაცა და სელებრიტის სურათი რო იდოს. იქ არავინ არასდროს არ გაგინებს რომ მერცი შენ გაგინებენ ხოლმე? ზოგადად ყოფილა ნეგატიური პოსტი, ამას ვიძახით თორე ხო პირდაპირ გაგებით ვიღაცა მართლა ვიღაცას დედაში აგინოს ეს არ მიგონოს. შენ გაგებითაც ბევრჯერ მინახავს მე სხვაზეც და ჩემ თავზე. ხო, მაგრამ ეხლა ეგ არის ის კატეგორიის ხელმოწარული ადამიანი, რომელიც აგინებს. არა, კაცო, ეგრე ორი თავი ისაბია რომ ერთი ახალგაზრდა გოგო წერდა შენზე, რომ შევდივარ ჩემი თვალით ვნახე გიგა ბატყუაშვილთან ქონდა სექსიო და წაგისროთ. წერდა ეს გოგო Facebook-ზე. აბა აღიარე აბა არა, თან ეს შენ ციცი. ეგ არის ის პერიოდი, არა, თან შენ ციცი, ხა ისი არ გამოვიდეს რომ მე ვიგონებ. შენ ციცი. სხვა ტელეკომპანიაში მუშაობდი, იყო ვიღაცა შეურაცხადი ფანი, რომელიც მოდიოდა. ვისი ფანი იყო შენი? ამ გიგას ფანი იყო და უბრალოდ გიგას დახმარება გადაუწყვეტე, რომ ეს ფანი ჩამოეშორებინა და მე გავყავი თავში შარი. ჩაუჯდა. კარგი, ხა გიგა დაიცავი ამის გამო. ხო, იმიტომ რომ მე ზოგადად ახლა რა ვიცი რო ქონოდა რა არის რაღაცა არის საზღვარი რომელსაც რო გადაცდება ის სააგენტო იქნება თუ ჟურნალისტი იქნება კანონში უნდა იწეროს პირდაპირ თეთრი შავზე შეურაცხყოფა ისა ცილისწამებლური განცხისენი გავრცელება ინფორმაციის ადამიანზე ჯგუფზე თუ რაღაცა პოპულარულ ადამიანზე უნდა იყოს დაჯადი კანონით. ეს არის და ეს. სადაც გათხოვდებოდი? არ მეკითხა. სადამ გათხოვდებოდი უამრავი ჭორი იყო. გათხოვდი და მაინც ჭორებია. ნუ ის რომ 1000-ჯერ დაცილდით, შენ ქმარ საყვარელი ყავს, ყოველ შემთხვევაში შენზე ჯერ არ მოსულა, ატაკა ჯერ არ მოსულა.
Რაღა დროს ჩემი ჭორებია, გია, მე ნაფტალინში ჩადებული შუბა ვარ უკვე ფაქტიურად. შენი შუბების ამბები ჩემთანაც მოვიდა, მე ვიცი რომ შენ საბერძნეთში ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ რომ 10 სხვადასხვა ფერის შუბა ჩამოიტანე და არო მე ვარ. არა, მინდოდა გეთქო რომ გადამყიდველი ვარ. 63 ჭორი არ გამიგია ჩემზე, რო ქმარს გავშორდი, იმიტომ რომ ესეთი არარეალური თემა არ ვიცი საერთოდ ვინ უნდა დაიჯეროს. რომ ნარკომანი ვარ, იმიტომ რომ იციან რომ წამლების სიკვდილივით მეშინია და კიდე არის რაღაც ერთი რომელიც არ გამიგია, მაგრამ აღარ მახსოვს. მაგრამ ჭორები შენ საყვარელი ყავს? არა. ჩემ ხარ საყვარელი ვერ ეყოლება, იმიტომ რომ მისი საყვარელი, ცოლიც, დედაც და შვილიც მე ვარ. აქედან გამომდინარე ვერ ეყოლება საყვარელი. არც მოგსულია ჭორი, არ წაგიკითხავს არცად? ეხლა გეტყვი რატო არ წამიკითხავს? აბსოლუტურად ყველა new post-ი, ანუ სადაც ეს იწერება, ეს ამბები, აბსოლუტურად ყველა მაქვს ამოღებული ჩემი Facebook-ის გვერდიდან და არასოდეს არ მიხსნის ამ ახალ ამბებს თუ რაღაც, რა თქმა უნდა, ვიღაც მეგობარმა არ გააზიარა. შესაბამისად ესე ვნახე თიკაზეც. მივხვდი რომ არაერთი ესეთი სურათი მაქვს ჩემს ქმართან ერთად გადაღებული და გადავრჩი, რომ არ დამესხნენ თავს. მაგრამ აგრესია რა თქმა უნდა არსებობს. შუბებს რაც შეეხება, მე და ჩემი ქმარი ვიყავით ბარსელონაში და ხატია ჩამოგიამ ვერ გადახარშა ეს ამბავი, ესე იგი. ზაფხულში წავიდა ზღვაზე გასარუჯა და ჩამოიტანა 7 გურკი და მე ვთხარ ნამდვილად ფერების მიხედვით ჩამოიტანა. ყველა მითის რომ მანიაკია ტანსაცმელების და არა, ნუ იცი რა არის, აქ ოპერას გახსნასთან დაკავშირებით ისეთი ამბავი ატყდა შუბებს. და დამალა, კურქები დამალა. ჩავკეთე და ლოგინის სამალავში ამისთან ეს ცუდი რა იყო შუბებით რომ მივიდნენ ოპერაში სოფლიოში შუბები იყო ესეთი თემა, ანუ მე ჩავედი, მე და ჩემი ქმარი ჩავედით ჩემ მულთან, ჩემს მულს აქვს შუბების ბიზნესი ზურა. ის ჩავიდა ასარჩევად, ანუ რა წაიღო შუბები. და ისე მოხდა, რომ ნუ ჩემი ქმარი ყველა ისეთი ტიპია რა, რომ ყველასთან ადვილად შედის კონტაქტში და ამ კაცს ვისიც იყო ეს ბიზნესი, ძალიან მოეწონა ეს ჩემი ქმარი და მაჩუკა 2 ქურქი, რომელიც ვერ მაპატია ხათია შამუგია. მაგრამ გადამალული მაქვს, ვინაიდან ქურქი საქართველოში ეს უკვე თემაა. ხატიასთან ერთხელ გადაცემა ჩავწერე წლების წინ და მელია მეკეთა და მაგას იმხელა სკანდალი მოყვა, ეს 2012 წელი იყო. ისეთი სკანდალი მოყვა, რომ ცხოველთა დამცველები სრულიად ერიგან მიდგა და საღებავებით დამტევდნენ, სახლიდან არ გამოხვიდეო და ბრიჯიტ ბარდოც ჩამოვიდა. შენ როდის უფრო გახდი პოპულარული? ძუძურო ამოაგდე თუ მელია რო გეკეთა? მელია. აი, მოწმე. და ანრი დიდებული. გამარჯობა ანრი. დავაგვიანე, მაგრამ ეს ვერ გიცან. რაჭრელებული ანრი, შემოსწრებული სადღეგრძელო. საჭირბოროტო თემაზე გვაქვს საუბარი, ჭორები. იცი რა, ჭორები უფრო პოპულარულს ხდის ეს ერთი. თუმცა არის ძალიან ისეთი ჭორები, რომლებმაც შეიძლება დაგაზიანოს ბოროტი ჭორები, მაგრამ საერთო ჯამში მაინც შენს წისქვილზე ასხავს. ხო, მაგრამ არ ნერვიულობდი თავიდან, პატარა რო იყავი. ხო, ყმაწვილი როცა ვიყავი, საშინელი რეაქციები მქონდა, რა შვებოდი? ხო, ყმაწვილი როცა ვიყავი. მე ხო ვიყავი ყმაწვილი ერთხელ და ნერვიულობდი თუ პასუხებს ცემდი თუ რა შვებოდი? იცი რა, ხო, რაღაც იყო მომენტები, როცა მქონდა მძაფრი რეაქციები კონკრეტულ ადამიანებთანაც კი. მაგრამ მე პრინციპში მალევე გადამიარა ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ მივხვდი რომ იმდენად საინტერესო ცხოვრება მაქვს, რომ ღირს ჩემზე ჭორაობა. აი გარდაცვალებასთან დაკავშირებით მე თვითონ მოვიგონე. შენც მოვყი? ხო, გარდავიცვალე. კი, მოვიგონე, ესე გავერთებ. მაწილობაში უნავარი ყოფილხარ შენ. თახსերը. თიკას საქორწინო კაბაზე იყო ერთი ამბავი. ერთი რა ულამაზესი ეგრეთ წოდებული დედოფალი. მიზეზი რა არის? ამ დროს ეს ადამიანები რატომ იგონებენ ამას და რა არის შენი? ხა, აქ ფსიქოლოგიურად შენ ხო ფსიქოლოგიც ხარ, ხო? კი, მაგრამ აი შენი აზრი. შენც ხო არ მოიგონე ჭორად. როგორც შენ ასტროლოგი და მე მე ისეთი ჭორები ვიცი, უკვე შავი დედალივით გაკეთებულ ხარ თურმე. ეხლა, როდესაც აი ახლად დაქორწინებულების მიმართ არის აგრესია, ხოლმე აქ უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ადამიანები უსექსოდ ცხოვრობენ. ხვდები და ან დაბოღმილები არიან, ან ხო ხვდები, ძალიან ბევრი ქვეცნობიერი ასეთი შრეები მოდის ადამიანში და ну ხა რანაირად შეიძლება ადამიანი გალანძღო ერთი დღის წინ რომ ქორწილი ქონდა და შენ რომ წარეენა გაქვს ამაში შევთანხმდით ხო თუ არა? სულაც არა. არა, მაშინ სიმართლე.
მართალი ენა გაქვს. არასოდეს არ ყოფილა რომ დედოფალზე გითხოვს და დედა რას გავს. ან დიდი ანრი მართა. რას გავს არა, ნუ კარგი რა ხა ასეთ რა. არა, გეკითხები არა. ქორწილში როცა მივდივარ, იქ მინდა გავერთო და ხა არა, მართლა გეკითხები კარგი გემოვნება მაქვს. ვენერა სასწორში მყავს და იუპიტერი და აქედან გამომდინარე შემიძლია სწორად შევაფასო რაღაცა ადამიანის ჩაცმულობა. უხდება თუ არა? და ძირითადად საქართველოში ხა მე სადაც მოუხვედრილ ვარ ქორწილებში, ეს დედოფლები ყოველთვის კარგად გამოიყურებიან. მაგრამ რო არ მოგეწონო სიტყვი? ვეთყვი. ჩუმად. აი მაგალითად აი ბაბთა ხა დააპაშოლე. მოდი ახლა ყველა ერთად ვეცეთ და დავძიძგნოთ თამო ვაშალობა. რატო უნდა გააჩნია რომელ ნაწილებში? დაძიძგნე უკვე. თამო სათვარ შენი გამოჩენა ჩემ გადაცემაში და იმ დღეს ტალახის გუნდები ერთია. ბევრი მსმენია ამ გადაცემაზე. პრობლემა არის საზოგადოების მხრიდან ხშირად რაც ვთქვამ ჩემთვის რომ რაღაცა არა ორდინალური ისეთ თემების განხილვა მიდის ჯაჯანიძესთან გადაცემაში, რომ არ შეიძლება რომ ამ დროს უყურებენ. ზურა რა მიდის ისეთი რომელიც რომელიც არის დაუშვათ მეგეუბნებით საზოგადოება რას ფენასთანაც ურთიერთობა მაქვს რას მეუბნებიან თქვენს გადაცემაზე. რატომ უყურებენ? რატომ უყურებენ? თუ არ ვიცი რატო იმიტომ რომ აინტერესებთ. აინტერესებთ რა? აინტერესებთ არა მე გეტყვი ხანდახან ამ გადაცემაში რას ხედავ გია იცი შენ ყველაზე კარგად მიხვდები საკუთარ თავს საკუთარ თავს ხედავენ და ბრაზობენ? ბრაზობენ. მოდი სარკერო დავაყენოთ. მე ვაჩვენებ ტკივილზე, მე ვაჩვენებ აი იმ უმსგავსოებას დღევანდელი გადაცემა თუნდაც არის ოღონდ მართლა სერიოზულად გეუბნებით. ისეთი საჭირბოროტო და ისეთი აუცილებელი იყო, რომ ვერ აგიწერთ ძალიან ბევრი ამბავი, რომელიც ეს ნამდვილად საჭირო. აი ნახავთ. აი მე მაგალითად გია რა დღევანდელ გადაცემას. როგორ შენ აქ ჯდომით და კონკრეტულად ჩვენი მოსაზრებებით იმათ ვაანძლავ. გია, ანუ მე არ მინახავს ეგ გადაცემა, მაგრამ Facebook-ზე რომ შევედი და მივხვდი რომ ფეთქდებოდა შენი ლანძღვით Facebook-ი და მაინტერესა რა ხდებოდა ესეთი და გავხსენი ლინკი და იყო გია სურამელაშვილის გადაცემა, სადაც იკეთებდა პედიკურს. და ნუ იქ იყო კომენტარები რომ დაგვადო თავზე ფეხები. ნუ აი რა საინტერესოა ვუყუროთ ვიღაცის წყალში ჩალმობილ ფეხებს. ხო, ანუ არაესთეტიურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ამ გადაცემაზე ძალიან გაილანძღე, იმიტომ ვეთანხმებით თუ არა ამბავ. შენი პოზიცია რა იყო? ჩემი აზრით გიას პედიკური მაინც არაესთეტიურია ჩემთვის. ხადია უკაცრავად ბოდიში კითხვაც დაგისვა. არა, პაპატი. შენი ფეხები რო ყოფილიყო? პირობითად. ან არაესთეტიური იქნებოდა. ესე იგი შევთანხმდით იმაზე, რომ ზოგადად ფეხები და პედიკური არაესთეტიურია ეთერში. სალონში გამოყოფილი ცალკეო თახი რომელიც ანუ სალონში როცა მივდივარ. კონკრეტულად გია სურამელაშვილის პედიკური კი არ იყო გამაღიზიანებული. ზოგადად არის. შეიძლება დაუშვათ გაიღიზიანება ნებისმიერი ქალბატონის. თუკი პედიკურისთვის არის სალონი, ტელევიზორს მოყვება პულტი. კი, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ საქმე რაშია იცი? რატომ იშლიან ადამიანები ნერვებს? ამ გადაცემას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი. და ყველაზე დიდი გამოხმაურება. ძალიან ბევრი, შენ იცი ეს. საზოგადოებას იზიდას ფრიკი. ხო, ყვავი ქაქს ჭამდა და ბოლოს არიდებდაო დაახლოებით ესეთი. ეხლა ეს ვეღარ გადაცეს გია. შოკისგან ვეღარ გადაცეს. ძალიან პატარა ძილი. ძალიან მოეწონა საბერძნეთ შენი გადაცემა თურქეთში, რომელიც ძალიან მოეწონა და ბევრს უთქვამ ჩემთვის. ეხლა იმაზეც უნდა ვთქვათ, რომ ესეც უნდა ვთქვათ და ისიც. ფაქტია, რომ რადგან რეიტინგს წერს და რადგან AMR-ი და share-ი და ასე შემდეგ მაღალი აქვს, ესე იგი გიყურებს საზოგადოება და ისეც ვერავინ ვერასოდეს ვერ გააკეთებს, რომელიც 5 მილიონი საზოგადოებაში AMR-ი და share-ი მაღალი. შენ ქონდა ცხოვრებაში. არის შენ დადა ერთხელ ფოტო გასართობ ცენტრიდან აბაზანაში იწექი. ხო, ოქროს აბაზანი. რა 500-1000-იანი აბაზანაა კადრი. ხო, აი ჭორი გამი. აი რა არის ეს? ამათ მარიციან ფული რაში დახარჯონ. ფუ, აი ესეთი და მე ვგდივარ ამ ოქროს აბაზანაში უბრალოდ რაღაც 3-4 საათით ვესტუმრეთ კოლეგები და
სურათი გადავიღეთ და ამაზე ატეხეს. რომც მქონდეს, რატომ უნდა მობრძანდით და ჩაგაწვენ იმი მაშინ. 500.000-იანი აბაზანა. რატომ არ უნდა გქონდეს ანრი ჯოხაძეს 500.000-იანი აბაზანა? იმიტომ რომ რა თქვია ანრი ერთობა, რატომ უნდა ერთობოდი? ანდრი, მე ცოტა ყურს მიღმა გავატარე შენი და ემილის ურთიერთობა და რა ხდება იქნებ მომიყვე. რა ვიცი, ახალია, ნუ აი ესე იგი ჯერ არ გაციებულა ჯერ. ხალხს რაც აწყობს იმას. მოდი დავიწყოთ იქედან რომ ემილი ჭორია ეს. ნუ მე და შენ ვიცნობთ ერთმანეთს და ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს ერთ არავის საქმე არ არის პირად ცხოვრებას, იმიტომ რომ პირადი ცხოვრება რო გეხება პირადად შენ. მე არავის არ ეხება ეს. ემილი, შენ ხარ მოდელი, პიანისტი, მოკლედ 19 წლის ხარ და ესეთი ამდენი პროფესია გაქვს და გიღებენ სერიალში. აი ერთ-ერთ რაღაც. ეხლა იდგავ ფეხს. არის ჯერ ჭორები შენზე, სანამ მე შენ თვითონ სანამ მე ვიწყდი. არ დავასახელებ სახელს და გვარს, ნუ ძალიან ცნობილ მსახიობზე ალაპარაკი, იყო ესეთი შემთხვევა, ნუ ძალიან ციო და მოყინული იყო და ამ ადამიანს მოკეთ უთხრა რომ გამომკავი მეთქი გვერდზე მეთქი, ნუ სადღაც მინდა და გვერდზე გადასვლა და მოკლედ ესე იგი მეორე დღეს მესმის ჭორი რომ იმ ადამიანთან თურმე ვიწექი რა, აი იქ. იწექი ფეხზე. ხო, ესე გამოვიდა და აი რა ლოგიკაა საერთოდ? ანუ ხალხი ყოველთვის იმას იტყვის, რაც უნდა. ან შენ გასათობად გაიყვანე, გარეთ იყავი? ძალიან მომეწონა ეს ამბავი. მქონდა, ესე იგი ჩვენ თუ ორი ადამიანი სიცივეში გასალაპარაკო ქონდა, მერე. ნუ იქ ხალხი ვიჯექით კარავში და არ მდოდა იქ რაღაც. თან კარავში. ხო, ნუ აი რატო აუცილებელი არის, რომ რახან მამრობითის ქეის ადამიანია, იმასთან აუცილებლად რაღაც გაქვს თუ გვერდზე 2 წუთით გაგიყვანს, ჯერ 2 წუთში. კიდე კარგი მდედრობითთან ერთად არ გახვედით, თორემ მე გენახაში. ხო, ნუ თუნდაც ის რომ თუ გოგოსთან ერთად შევედი კლუბში ხშირად ერთი და იგივესთან არ შეიძლება ჩემი დაქალი იყოს აუცილებლად ლესბოსელი ვარ? ხო, მაგრამ შენ და ანრი საგრიმიოროშიდაც იყავით განცალკევებული და გციოდათ თუ განცალკევებული ვიყავით რა, მე მაგ ახლა ურთიერთობა ამ ადამიანთან, მინდა შევეხუტები, მინდა არ შევეხუტები, მინდა თმაზე მოვიდებ ხელს, მინდა კოჭრე მოვიდებ ხელს, მინდა გადავტეხავ ხელს. სუა რა, კაი რა. ეს არავის საქმე არ არის. აი ხა, აი ჩავეხუტი, აი რა მოხდა? იცი რა არის, ესეთი ჭორები. არა, ნუ რა არის. ხათუნა თავის დროზე როცა ცოლად მოვიყვანე, არ შემიძლია რომ არ მოგიყვეთ, ანუ გადავედით ცალკე საცხოვრებლად, სურათები გადაიღეს, დაიბეჭდა ჟურნალ გაზეთებში და ადგა რა გააკეთა ხათუნამ. დაიარა, სადაც კი ეს ჯიხურები იყო და იყიდა მთელი ჟურნალი. მოვიდა სახში 6000 იმით, რა ქვია, ტირაჟი. ვაიმე, რა კარგი. რო არ იყიდა ხალხი. პროვოცირებასაც შემთხვევაში ჩვენც ვახდენთ ხოლმე. ჩემო გია, იმიტომ რომ ხან სელფებს ვიღებთ, ხან მეგობრებს. არა, პროვოცირებას ხო ვახდენთ. რატო ვახდენ პროვოცირებას? მე საერთოდ არ ვთვლი პროვოცირებას. არა, ზოგადად პროვოკატორად თავს შენ მეგობართან. რასაც მე იმას გავაკეთებ. იმას მიაჩნია ამოგდებული ძუძუებით გოგოსთან ერთად სურათს რო გადაიღებ, აი რაღაცა ხდება მაგაჩო. ნუ შეხედავთ კიდე თუ ესე ვაღიზიანებთ ამშალოს ეგრეთ წოდებული Facebook friend list-იდან. არა, ვერც გეგუება რო წახშალოს. აი ხათია თქვა დაუარე ეს აგენტოებს და ამოშალე მიდა რა. თუ სხვა მარკეტინგს მერე და იმას ნახულობ. არ კითხულობ ბევრად ადვილია ცხოვრება, ვიდრე იკითხა 24 საათი შენი კრიტიკა. პეტიცია იცით ალბათ, წაიკითხეთ. ჩემს გადაცემასთან დაკავშირებით, რომ ხელმოწერას აგროვებდნენ, რომ დახურულიყო და სხვათა შორის პირველი მე მოვაწერე ხელი. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიძიეთ, ანუ ჩავყევით ბოლომდე და ვინმე ოთო ავრცელებს ამ ამბავს, წერს პოსტს, რომელსაც დაუკავშირდით და თქვა, რომ კი, მე დავწერე, ოღონდ ვიხუმრე. ვიღაცა წერს, რომ მითხარით მისამართი, სად მოვაწერო ხელი, მე მივწერე, რომ მოაწერონ ხელი. ერთი სიტყვით იყო ძალიან დიდი ამბავი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩავყევით და მივაგენით იმ ადამიანს, ვინდანაც ეს გააკეთეს, სხვათა შორის მე აიღო ეს. ხო, მაგრამ ოთოს სინამდვილეში ოთო არის ჩემი მეგობარი და სინამდვილეში მას არ შეუქმნია ეს პეტიცია, ეს გამოდის სრულ ინფორმაციასავით, კიდევ ერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგადად ჟურნალისტიკის ერთ-ერთი პრინციპი არის. მე დავწერე ვიხუმრეო. გადამოწმება და არა, მას არც კი დაუწერია მსგავსი რამ, უბრალოდ მოხდა ამ პოსტის გადაშიარება. თვითონვე ადასტურებს. შენზე ჭორობს სრულიად ერი და შენ როგორ ღებულობ ამ ყველაფერს? კითხულობ კომენტარს. აი რა ჭორი გაგიგიეთ შევძე, მე ვარ თანახმა. გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით გიას რო ჩამოვყევით ყველა კომენტარზე კომენტარი გასუხია გაცემული. ყველაზე. მე შენზე ანეკდოტიც ვიცი. მიდი აბა. წარმოიდგინე, როგორი პოპულარული ხარ, რომ ანეკდოტებს ყვებიან შენზე უკვე. მიდი, მითხარი რომელი?
ეშმაკმა ჯაჯანიძის შოუს უყურა და პირჯვარი გადაიწერაო. მაგაზე პასუხი მაქვს, იცი? პასუხი მაქვს. როგორი ძლიერი მყოფილვარ. როგორი ძლიერი მყოფილვარ, რომ ეშმაკიც კი მოვაქციე და პირჯვარი გადაიწერა. ანრი, შენი მოკარგული ენით. რა გაგიგია ჩემზე? მე შენზე ჭორები არ გამიგია, იმიტომ რომ შენ არ ცხოვრობ ისეთ ცხოვრებით, რომ ვინმე ჭორის საბაბი მისგია. და თან მერე? ხო. ირონიულად რატო იცინი? არა, მართლა არ გამიგია. სერიოზულად? რა კარგი, ეს კარგი. ხო, იმიტომ რომ ჩემთან ახლა ჭორს ვერ მოიტანენ, იმიტომ რომ კარგად გიცნობ და აქედან გამომდინარე ასეთ სულელურ ინფორმაციებს ჩემთან ვერ ტირაჟირებენ, ხო? არა. არა, იმდენად კარგად მიცნობს, რომ განკითხვა, უფრო განგიკითხავენ შენ და ჭორი როგორც ეს მართლა მეც არ მსმენია. შენ უბრალოდ გატრიალებენ ბრუნავს. ხარ მუდმივად გმობის საგანი. მაგრამ მე ერთი შენზე მე რაც გამიგია, რომ ნუ რა არის ეს გია ჯაჯანიძე ესეთი რომ 5 ცოლი ყავდაო. 3 მყავდა, არ მყავდა ეს 5. ანრი, შენ რა გაგიგია, აბა მომყები ჩემს. რა შენზე? აფში არაფერი. რა უნდა გამეგო გია, ანრის არ გქონი, მეგობრობ და ვიცნობ ძალიან ახლოს და მართლა ვინმე წვის გე, უფრო მეტად ინტერესის ობიექტი ხდები. იცი რა თქო ჩვეულებრივი შეიხიაო. აინტერესებს მართლა, აინტერესებს ყავდა თუ არა ნამდვილად 5 ცოლი. ეს ერთ-ერთი რომ არ მყავდა 5, მყავდა 3. შენ შემთხვევაში ინტერესი უფრო აქვს, ვიდრე ჭორი ახლა, რა ჭორი უნდა იყოს. ემილი, შენზე ამბობენ, რომ ყოფილხარ ძალადობის მსხვერპლი. ეს ჭორია თუ მართალი? ანუ ესე ვერ ვიტყვი რომ ძალადობის მსხვერპლი. მგონია რომ ძალადობის მსხვერპლი მაშინ ხარ, როცა ნუ იძალადებს შენზე და ყველაფერს გააკეთებს, ხო? დაგაზარალებს. ხალხი უნდა და მერე გუძალნიან და. ანუ ვერ დავადასტურებ ამას. ანუ არ ყოფილა ძალადობა. ცდელობა ყოფილა, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი არ გამოუვიდა და დავუწვევ. და რაკენი, როგორ დააღწიე თავი? ნუ გამოჩნდა იქ ადამიანი, ვინც დამიხსნა, ასე ვთქვათ და მომაქცია ყურადღება. ძალიან გვიანი იყო და მე და ის ადამიანი ვიყავით, ანუ ეს არ იყო ქართველი, ვისაც უნდა ჩემი მართლობა. გამოჩნდა ადამიანი, რა ენდომებოდა. რა ენდომებოდა ახლა ზურა შეძგინე. ბლინჩი გქონდა ჩანჩაში და იქა მაჭამო იქნება მშიარა. ძალადობის სხვადასხვა ის არსებობს, რა ვიცი მე, შეიძლება მაგრამ იცი რა მაინტერესებს, აი ის აჟიოტაჟი, რაც შენს ირგვლივ ხდება. აი მაგალითად ემილი, რომელსაც აწუხებენ ლესბოსელი გოგოები. ეს მართლა ესეა თუ ამას ვიღაცა წერს და იგონებს? არა, მართლა ესე არის, ანუ აი ისეთი შემთხვევაც მქონია, რომ ლესბოსას აი დაურეკავს და აი ფული შემოუთავაზებია ჩვენ. და რაო, რას გთავაზობს? თავაზობს, რომ რამდენსაც გინდა გადაგიხდი იმის სანაცვლოდ, რომ იყო ჩემთან. და შენ რასე ვარსეუბნებით ემილი ამაზე? რა მოიგონეთ? გაჭირდა ცხოვრება, დოლარი გაძვირდა, რა მოიგონეთ? სულსა. ნუ რა უნდა ვიცი ვინმე ძველი ვალივით იგრძენ ზეიმი შენი სხეულის რა მოიგონეთ? ანრი, რასაც სწავლი ბავშვს? არა, მე სხვა შორის ვიკითხე, ემილი, რა პროფესიის ხართ? პიანისტი ვარ, მსახიობი ვარ დამწყები და კლასიკას ვხერ. მე მოდი ვისაუბროთ კლასიკაზე, რა სისულელებზე ალაპარაკებ, ამას გქონდა. მოღვაწეობ სპეციალობით. ახლა ამჟამად ნიჭიერთა ათლეტში ვუკრავან. უკრავ, მხოლოდ უკრავ. ვუკრავ, ნუ აი ვერ დავიბრალებ მომღერალი, ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვცდილობ სამოყვარულო დონეზე რა მიმღერებ. ანრი, ხო არ მოგესინჯა? რაში? რაღაც სიამოვნებით დავუკრავ. აიღე რაღაცა კლასიკური ნაწარმოები, სამწუთიანი ისეთი პოპში რო ჩაჯდეს და გააკეთე და ანრი, გააკეთე ვიდეო. საუბედუროთ, ეხლა მაყურებელი. იდეა მივაწოდე, იდეები ძვირიღირს თან ჩემ მიერ. ესე იგი, დრო ძვირიღირს, იდეები ძვირიღირს. ყველაფერი ძვირიღირს. მოვა დრო და ყველა გადაგიხდით ერთბაშად. არა, ნუ სამყაროს ისედაც ჩემი ვალია. მე მაგალითად დღესაც ვამბობ, შენი ის კლიპი, რომელშიც აი ნავში რო იყავი შიშველი, ეგ არის 2006 წელი. ხო, მაგრამ ამას რო შეხედო სერიოზულად, ეს არის ნამუშევარი, ანრი, არ მგონია, რა ვიცი, ეხლა თუ იტყვი შენ რომ სპეციალურად გააკეთე, არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, დროც სხვა დრო იყო. და დაუშვათ ხალხმა რაღაცები ვერ გაიგო. ხა დღეს ვიღაც უყვირს ტყის გაშიშვლება მეღადავები. მე არ მახელვებდა არასდროს არავის აზრი აი ასეთი მიმართულებით, იმიტომ რომ მე რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ,
მე მიმაჩნია რომ ეს არის სწორი და ეს არის ხარისხიანი და აქედან გამომდინარე უბრალოდ ხილი მიირთვან თუ არ მიირთმევენ არც ეგ არის პრობლემა. ხო და შენ ხო იმიტომ არ გაშიშვიდო ხალხს ელაპარაკა. ცოტა ეგეც იყო. იყო? რა თქმა უნდა, აბა რა. მიზან მიმართულად გამოაჩინეთ კი? მე ცუდად გამოვაჩინე. სულ რო დამკიდოთ ფეხებით ეხლა ვერაფრით ვერ გამოვაჩინე. დღეს აღარ გჭირდება რამის გამოჩენა? აღარ. აღარ. რო დაგჭირდეს ეხლა მხოლოდ ბუდუარებში ვაჭი. ბუდუარებში. ერთადერთი რაც არის მაგ კლიპში, რაზეც სულ ვღადაობ ხოლმე, რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, უკანალზე რაზნიცა მეტყობა. კარგი რა გაჩერდია. ხო. თამო, შენზე ამბობენ რომ კანონიერი ქურდი ყავს საყვარელი. გავიგე სტატია არ დაწერილა, მაგრამ გავიგე ახლობლისგან. როგორც ბევრი ჭორი გავიგე, რომ რასისულელია. აი საიდან მე და კანონიერი ქურდი. ანრი, სანამ შენ ცოლს დაცილდებოდი, მანამდე დაირხა ჭორი, რომ თქვენ დაცილდით. ამ დროს მე ვიცოდი, რომ არიყავით დაცილებულები. ვინ გაავრცელა ეს ჭორი? ჩვენ საერთოდ დროს შევუღლდით, სანამ ეს საქვეყნო ცნობილი გახდებოდა, მანამდე გვეუბნებოდნენ, მაინც აკაც დაშორდებითო. ისი ამიხდა მე ჩემ პროფესიაში ყველაფერი დავშორდით. ჩვენთან მოაწერეს ხელი, გაცვალეს კალვისანი, ბეჭდები. იმიტომაც და მე იქ ჯერით ოფიციალურად დაშორებულები ამ წუთას არა ვარ ჩვენ. ეს ტყუილი და აბსურდია. ჩვენ უბრალოდ ოფიციალურად ვიყავით შეშორებულები. როგორ შეუღლებულები ვიყავით? ოფიციალურად. რა, ქორწილში არ ჩამობრძანდა ბატონი რო. კონფლიქტით დაცილდით თუ სვეცკად გამარჯობა როგორ ახლა? ძალიან სვეცკად, იმდენად სვეცკად, რომ თავპირი დაალეწეთ ერთმანეთს. არა. არა. იმდენად სვეცკად, რომ დაურეკე მეორე დღეს და უთხარი რაღაც ახალ ურთიერთობაში ვარ და იმედე ნერვები არ მოგეშლება. კაი, ხუმრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ადეკვატური ადამიანებს რომ შეეფერებათ ცივილიზირებულ ქვეყანაში, დავსხედით და თქვით რომ იცი რა, ჩვენ რაღაცა ვერ შევძელით და რამდენ ხანში დაშორდით? ქორწილიდან თვესა და 6 დღეში. კარგი. 6 დღე დაითვლიდით, ხო? ხო. ხატია, სანამ გითხარი. თქვი, რა ჭორები გაგიგია შენ თავზე? მეც ახლა რომ ვთქვა, რომ დიდი მსხვერპლი ჭორის არასოდეს არ ყოფილა ღმერთის წყალობით და არც მსმენია ჩემზე ახლა ისეთი რაღაცა განსაკუთრებული ჭორები. სასიყვარულო ძირითადად რაც უნდა გესმოდეს. ის რომ შენ ძალიან ბევრ პატარა ბიჭს მოწონ ხარ. მადლობთ კომპლიმენტისთვის, მაგრამ რამდენი ხანი არა, პედოფილი არა, ეხლა პატარა. მაპატიერო ის მოყვეს ყველაზე საინტერესო ის არის, რამდენი ხანი ანუ იყო ინტერვიუ იმასთან დაკავშირებით, როგორ დაშორდნენ გურამიკო და ხატია. პროსტა რამდენი ხანი, ერთი წელიწად ნახევარი მახსოვს ეს მიდიოდა აქტიურად სხვადასხვა ჟურნალებში, სხვადასხვა აინტერესებდა ხალხს, ხო? კი. რაც დაცილდით, მის მერე ურთიერთობა არ ქონიათ? ჩვენ ყავს ყველაზე ძვირფასი. არა, ურთიერთობას გეუბნები. არა, იმიტომ არა. არა? არ ენატრება სხეულს. იცი რა, ისეთ თბილი და ისეთ კარგი ურთიერთობა. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ ის არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, იმიტომ რომ ჩემი შვილის მამაა და მით უმეტეს ჩვენ არ დავცილებულ ვართ რაღაცა ემოციის ფონზე, სკანდალებით. ჩვენ ძალიან მშვიდად, როცა გადავწყვეტეთ, რომ რაღაცა გაცივდა ურთიერთობა და როგორც კი ნახე, რომ მისი მესიჯი გაიგზავნა სხვა მიმართულებით, მე მივხვდი, რომ მე სამწუხაროდ ალბათ არა ვარ ის ქალი, რომელსაც შეუძლია რომ აპატიოს, აი ეს ერთი და მობრუნდეს და უნდა იბრძოლოს ქმრისთვის. აი რა უნდა აპატიოს ეგ თქვი? ხო, ვერაფერია. ანრი, ყველაზე ისეთი კეთილშობილური, არ ვიცი ჭორია თუ მართალი. ისევ შენ გერგო. ყველაზე ისეთი სასიხარულო. შენ და ნუცა შაშიაშვილი წერთ კლიპს. ჩავწერეთ დუეტი, კი. დუეტი ჩაწერეთ? მოყევი, რა ხდება? სად მიგაქვს პრემიერა? მოყევი. იცი რა არის, იქ წავიღებ იქ ვინც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს. პირობები რა არის? ტენდერი გვაქვს. ტენდერი მაქვს ჩვეულებრივი. რა არის პირობები შემომთავაზე? ხო, მაგას კადრს მიღმა. იცი რას გეტყვი ჩემო კარგო? ყველაზე რეიტინგული შოუა, გნახავს მსოფლიო, დაგიკრავ გულწრფელ ტაშს და გამეხარდება შენი წარმატება. შორის საინტერესო და სკანდალურიც. ამას თავაზობ მე. მე გეტყვით ერთ ძალიან კარგ ამბავს. უკვე შექმნეს მექანიზმი, რომ თუ კი ვინმე usახელოდ ან უცხო ფეიკით დადებენ რაღაც ინფორმაციას, უკვე გადიან იმ ხაზზე და ამოიცნობენ საიდან და ვინ ავრცელებს ჭორებს. ეს არის ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ემილი, თავაზობდეთ აგენტობას.
მართალია? კი, მართალია, ანუ ვინ შემოგთავაზა? სახელსაგვარს ვერ დავასახელებ, არა, არა. მე რო ეს დავასახელო, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვიქნები, მაგრამ ეს არის მოდულის შენობიდან. თავაზობდნენ აგენტობას, შეიცავდა ეს ყველაფერი იმას, რომ ის იყო ქრთამის წინააღმდეგ, ანუ ანტიკორუფციის. ქრთამი უნდა მიგეცა ვინმესთვის, აბა? უნდა გამერკვია ადამიანი, ვინც იღებს ქრთამს და უნდა მომეპოვებინა ინფორმაცია, რასაც თავაზობდნენ ძირითადად. გამომძიებელი ხარ? არა, უნდა ქონდეს გოგოს მსახიობური ნიჭი და უნდა იყოს სექსუალური ლამაზი, ასე ვთქვათ. აი ესე ქუჩაში გამოგიცნეს თუ სად არა, ნახეს, ანუ პირველად ერთგულების ტესტში რაღაც გადაცემებში ვიყავი და იქ შემომჩნია ამ ადამიანმა რომ ფარული კამერით ვიყავი, ნუ ცოლიან ერთ-ერთ ცნობილ მამაკაცთან მისული და იქ მიპოვა, ასე ვთქვათ, დაინტერესდა ხო? შენც. და საბოლოოდ დათმობდი? არა, რა სისულელეა, ნამდვილად არა. აბა ცოლია თუ გამშვა. თამო ისეთ ფოტოებს დებ? რა ფოტო გია კინაღა მოჯახი დამინგრია. ხან ძუძუებით რომ მოვიდა ბაკურიაში ნომერში რა მე ამ კინაღა მარითვლება ზურა ღმერთმა უწყის რაქენით იქ. რა მოხდა კადრიც მიღმა თორე ახლა ხათუნა ჯორდანასთან ნუ იმაღლებ რაღაცა მარკეტს კაცო. კარგად ვამბობ პირიქით რა ფოტოები იქ მთლიანად ისეთი ვიზუალი ჩანდა რომ შემოვიდა ოთახში რომ რა ფოტოები ზურა ცოლიანი რო არ ყოფილიყავი რას იზავდი? ცოლია რო არ ყოფილიყავი რას ვიზავდი და რა ვიცი ვივლიდით კარგად დიდხანს ვივლიდით და ვიქნებოდით კარგად ზურა სახში უნდა მიხვიდე ესეც გაითვალისწინე ერთად ივლიდით ორივე სიმას რატო იძახ თუ პროსტა უბრალოდ იძახი რომ ერთად ივლიდით უსაზრება მკითხა რა ლამაზი ფორმები ლამაზი რაღაცა თვითონვე უკეთებს ყველა ადამიანი პროვოცირებას საერთოდ არ არის ეგ განსახილველი კონდათ რამე თუ არა თამო მერსი რა გითხრა გაიგონე თუ არა არა ვერ გავიგე მითხარი მერსი უთხარი თვითონ აი ახლა უკეთებთ აჟიტირებას ხო რომ აი ფორმები ეს რა თქმა უნდა დაიდოს ხო ფოტო მაგრამ ზედმეტად აი ეს ეროტიულზე და აი რაღაცაზე სექსზე გოგო არის მოდელი მისი პროფესია. მოდი მოდელის კარიერის მიხედვით შევხედო და ბალსა და ხელშუა გადააკეთა აზრი. არანაირად არ გადამიკეთებია. ზუსტად მაგას ვამბობ. ბალსა და შეცვალა. არა, ტონი შეცვალა. პროვოცირებას უკეთებთ როგორ, იცი? სექსი, ეროტიკა, სექსი პროვოცირებას უწევს ლამაზი გამოჩენი თუ ესე თქვა წეღან შენ ვერ გაიგე სხვა რაკურსით ლამაზი საჯდომის გამოჩენი ხალხი უკეთებს პროვოცირებას ზურა სახში უნდა მიხვიდე დღეს თამო კარგინდათ გოგოებო ლამაზი უკანალე შენ არ ახარ მოდელი რატო გაიხადე ბატონო უკაცრავად მოდი ჟურნალისტი ვარ და მოდი ჟურნალისტი ძალიან ბევრ ცნობილ ბრენდებთან შენ რატო გაიხადე ბრენდებთან თანამშრომლობ. ეხლა ანი უკაცრავად ბიოგრაფიას ჩახედე რა. რომელ ბიოგრაფიას? ბიოგრაფიას ჩახედე. გახსნაზე. ვაიმე, შენ კაცი ხარ და რაღაცას არ შეგადარებ, ეხლა რაღაცა აი ძალიან დაბალდონე. არ დაამთავრე. ვაფშე სხვა რაღაც ხონდა. იარის გამო კიდე ანგაჟირებები გამოხტობები და აბა ისეთი უხერხული. მართლა რატომ გაიხადე? მართლა. გაიხადე და კაი კაი ძუძუ აქვს და უნდა გამოაჩინო. სფეროშია და ამაზე გახტილი ბევრად მაგარი შესახედია ვიდრე ჩაცმული. ქართველი ქალი უნდა იყოს კუხნაში, გაზარდოს ბავშვები, ატაროს ბაღში და იყოს ქმრის ესე თქვა და ერთი ხარია რომ გიცნობ და ვიცი რომ ხუმრობ. საყვარელი ყავს? არ მყავს. შეყვარებული არ მყავს. ფოტოშორის ორი ცნობილი ადამიანი ვერ გავიგე რამე ისეთი თქვი და სხვა გამეკო ლამაზ გოგო არ იძახის კარგი მკერდი აქვსო არ იმთქვა მე ვიქნებ თუ არა ყავს საყვარელი მე ვიქნებ შეისაყვარელი გავსი ფრაზა არ მითქვა ძალიან დიდი მადლობა რომ მობძანდით არიან ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ შემ გადაცემაში მოსვლა. თქვენ რატო არ გეშინიათ? ვინც დააცევინა, იმას ვინც შეძდა, ყვერდი, იმან უთხარო.
ბიჭო, იმათ მოსლამზე ვაფერი არ გეტკინოს და თამათამ განვახედა და ბიჭო, იქენი მევიდეს და ამისტე. თუცაშია და არ მოიქცევი იქით გაარტყა. როგორც კი საქართველოსზე ჩამოვარდება საუბარი, ცრემლებით ესწევსება თვალები. მათ ხმევინე გვენაცისო წყლები ელა სადაშო რუბლებში მიფრინავსო თუ შენი სახე გადამეღობა მოდი რა 29-ში ყველამ ერთად შაქარი დავყაროთ იმ ტკივილიან სანაპიროს მოვუტანთ ძმობას, სიკვდილს, სიცოცხლეს მოვპარავთ და მოვრჩებით ტრობას. გამოდით ბიჭებო, გამოდით, სორება დავიწყოთ ახლიდან. კეიპოპს რაღაცა. ბიჭო, მასალია ზურა, ხოთიმშიძე. ბიჭო, რა მაგნაკა. სხვარაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად ისევ თქვენთან არის. თბილისი არ არის მარტო ჭორების ქალაქი, თბილისია სიყვარულის, ერთგულების, გატანის ქალაქი. ჩვენ ახლა ვდგევართ საოცარ ადგილას. ეს არის ერთ-ერთი უძველესი შენობა, რომელიც აგებულია ვახტანგ მეექვსის დროს. და აი აქ განთავსებულია რესტორანი მეფე უბანი. ჩვენ ახლა შევალთ ამ რესტორანში და იქ დაგვხვდებიან ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები, რომელიც თქვენთვის მოილხენენ და ძალიან ლამაზ საღამოს გაგატარებინებენ. ამ შენობაში დაიბეჭდა ასობით წიგნი, მათ შორის ვეფხის ტყაოსანიც. ეს ადგილი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ძეგლი, რომელიც დღემდე არის შემონახული. რესტორანი მეფე უბანი, უგემრიელესი საჭმელები, ქართული, ძველი, საინტერესო რეცეპტით დამზადებული სამზარეულო და მთავარი. აქ შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში მოხვიდეთ, მიირთვათ, მოიყვანოთ სტუმრები და გაერთოთ. ალბათ იცანით, ჩვენი ყველასათვის საყვარელი ადამიანები, რომლებიც ჩვენს გართობაზე და ჩვენს სიხარულზე ფიქრობს. ალილო, რომელსაც ეხლა თქვენ უსმენთ. აბა მაგალაჩირა და რაია ყველი პური ხაჭაპური ციცილანა Однажды русский генерал вдоль Багаваказу проезжал и грузинскую песню по-мегерски напевал. Gimnazistas, epiceba, azlesitwas, gimnazistas, crespanguri, gimnazisti, miachuri. Hey da bodilo, hey da ribodilo da. Gimnazistas, epiceba, azlesitwas,
არ შემიძლია ფეხსი არ წამოვდგე. ნუ არ ვიცი ახლა ეს საერთოდ არანაირ რაკურსში არ ჯდება თქვენი სიმღერა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ჯგუფის სახელით, ჩემი სახელით და რა თქმა უნდა ქართველი ტელემაყურებლების სახელით. მინდა თბილისის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ და რა თქმა უნდა მე სრულიად საქართველოსი. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აი ამ საოცარ ადგილს, რომელსაც ქვია მეფე თუბანი, რომელიც ჩვენ გმასპინძლობს და რომელიც ფიქრობს იმაზე, როგორ ასიამოვნოს ქართველ ადამიანებს. აქ არის საოცარი კერძები, სხვათა შორის ბევრი კერძი არის ძველი ქართული რეცეპტით დამზადებული და ნუ ყველაფერს ერთად გაუმარჯოს. აი იმ სიყვარულის ადრინდელო იყოს, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს სისხლში და ხორცში. გაუმარჯოს. თბილისის გულში ვართ ახლა და აქედან გაუმარჯოს თბილისი. აშფაშ ხარიდა სადაც კლდის ქიმზე გას ნარიყალა ჯავრით მზირალი ჩავყვები დაღმარს და ერთ ნადინზე დამხვდება 6 ნაჯიფი. პოეზია რა თქმა უნდა.
ჩვენ გვერქვა ანსამბლი ზარები, მაგრამ როდესაც ჩავწერეთ ქალბატონი მარიკა კვალიაშვილის საშობაო სიმღერა ალილო, ჩავწერეთ ანსამბლმა ალილო ბატონ გურამ თამაზაშვილმა და ჩევა ქალიშვილმა. პირველი კლიპი იყო ჩვენი და სხვათა შორის იმედის ეთერში იყო კლიპის პრემიერა და რამოდენიმე წელი შობას იმედი ამ კლიპით ულოცავდა. სრულიად საქართველოს ჩვენ ვართ დაახლოებით 2000 წლიდან 16 წლისანი ვართ. ახალი წევრები ეს ყველას მოხდა. ახალი წევრები ახალები არიან. ახალი წევრები, აი ჩვენი ახალი სისხლი, ახალგაზრდები, ჩემი აჩიკო ბერიძე, ჩემი თანაქალაქელი ბათუმელი კაცი, რომელიც სანდრო კობახიძე. კოლორიტი თბილისის და ჩვენი მოსაყვარლესი ადამიანი, ჩვენ ძველები ვართ. ხა თავიდან მოვდივართ არილოში და ასო. მე უწმიდესის მოსაყვარლებით ამ სიმღერის შემდეგ ჩვენ დაგვერქვა ანსამბლი ალი. ეს ონავარია, ხო? ცელკობს, ხო? ბატაშვილის ეხლა მივემგზავრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, უწმიდესის მოსაყვარლებით, გიორგობას მაისის თვეში სერიოზული კონცერტი გვაქვს. ეკას არ უნდა წამოსვლა, მაგრამ ძალათი მიყავს. ბატაშვილის ქართველების და ებრაელების ერთობლივი, ასე ვთქვათ, საქართველოს და ისრაელის ერთობლივი კონცერტი იქნება გაერთიანებული. დაესწრება ნიუ-იორკის ვიცე-მერი, მთავარი რაბინი, ჩვენი მეუფეც და ძალიან სერიოზული კონცერტისთვის ვემზადებთ და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი შენამდე რა იყო, ხესულ სასაულით მითბო. ზაცუცული ფერს ვერ გეტყვი ბევრს, დრო მოვა ყველაფერს გაიგე. სევამბერდა გული სიყვარულს დანებდა სულთან დამყვება შენი ანათლავებს იდბო შენთან შეხვედრის პირველი ძამი არ ქრება შენთან ვიქნები მე აღარ წავალშო ჩემი სიმღერის ხმებია ღამეს გაგინათებს მზიას რას მინდა ვთქვა ვერ გეტყვი სხვა გნახე და ოცნება გავითბა ისევ ამღერდა გული სიყვარულს დანებდა სულთან დამყვება შენი ანათლავებს შენთან შეხვედრის პირველი ძამი არ ქრება შენთან ვიქნები მე აღარ წავალშო ისევ ამღერდა გული სიყვარულს დანებდა სულთან დამყვება შენი ანათლავებს შენთან შეხვედრის პირველი ძამი არ ქრება შენთან ვიქნები მე აღარ წავალშო ისევ ამღერდა გული სიყვარულს დანებდა სულთან დამყვება შენი არდოვებს იდბო შენთან შეხვედრის პირველი ძამი არ ქრება შენთან ვიქნები მე აღარ წავალშო მოდით ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ცოტა საჩოთირო თემა. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. თქვენ ყოველთვის, მაყურებელი ხართ, უყურებთ, მოხვედით. არიან ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ ჩემ გადაცემაში მოსვლა. თქვენ რატო არ გეშინიათ? რავი, სუპრასთან შეიძლება. არა. სუპრასთან თქვენ მოგონაგეშინები. შემოგია ჩვენ მამალი ლომის არ გვეშინია. არა, ეს თემა რატო წამოვჭერი იცი? ისე რა უცნაურია, მაგრამ რატო ეშინიათ?
არ ვიცი, მე მგონი ის რა არის, მართალი ადამიანები არ არიან და იმიტომ ეშინიათ. საშიში რა არის, იყავის რაც ხარ. პირველი ვეფხის გაოსანი დაიბეჭდა ამ შენობაში. აი ეს იყო ძველი სტამბა, აი ეს შენობა. არასოდეს არ მithქვამს რა, შუთა რუსთაველს გავუმარჯოს, ეხლა ამ წუთას, იმიტომ რომ იმ სტამბაში ვარ, სადაც პირველი ვეფხის. იცი რა, გაუმარჯოს, რა თქმა უნდა გაუმარჯოს. ეს ქართველ პოეტს შუთა რუსთაველს გავუმარჯოს. გურიაში თამადა რომ მეფების ადგილზელოს მოხს, იცი ე? არა. თამ დიდი სუფრა და თამადა წამოძგანია ფეხზე და ჩაგრეხილი ყანწით არის, აი ეს დიდი 4 ლიტრიანი ყანწია და ფეხზე დგას და დავით აღმაშენებლის ადგილზე თამარ მეფე ვახტანგ გორგასალი გადაიჩეხა იმ საუკუნეში რა ხო ჩამოთვალა მთელი მეფეები და ყოველთვის დააბურძგლა ხალხი აი ხალხი იყო ის ეს ადგილზეა და ვიღაცამ დააცემინა რა ფხიკ ვიღაცამ გვერდი და ვინც დააცემინა იმას ვინც შეძდა გვერდი იმამთხა რომ ბიჭო იმათ მოსლამზე ვაფერი არ გეტკინოს და თამადამ განოხია და ბიჭო იგენი მევიდეს და ამისდე იგენი მევიდეს და ამის ყובოსთან რა მაინტერესებს იცით? აი ერთად რო ხართ, რაღაცა კამათი არ გაქვთ ხოლმე? შენ ვიტყვი როდის გვაქვს სიწყნარე და როდის არის დემოკრატია? კამერა თუ არ არის თემპერატურა წოდეთ. არა, რა გვაინტერესებს იცი ამ სიუჟეტის მერე უცბად ესეთი თემა ხო არ გავა რომ შენ რო ეკითხები ისა უკაცრავად თქვენ ქალი ხართ თუ კაცი და ისე ძალიან ხშირად წერენ ხოლმე რომ ჯაჯანიძემ გარყვნა საქართველო. ეხლა თუ თქვენ გარყვნილები არ ახართ, ერთი მითხარით როგორ უნდა მოვახერხო მე თქვენი გარყვნა. აი მაინტერესებს. ჩვენაც რა გავხდით. ხო არ არსებობს ესეთი რამე. აი უბრალოდ თუ ესეა და არ მოიქცევი იქით გააკვა. რა მაინტერესებს რეაქციები მითხარით, აი რო ჩადიხართ უცხოეთში და ჩვენი ქართველი ემიგრანტები რო გვხვდებიან. პირველი ორი დღე ეს არის ჩემი ყველაზე მკვნეული თემა. აი ორი წლის უკან ვიყავით ამერიკაში და ესე იგი გადასარევი ოჯახია რა ბალტიმორში, ტყეში ცხოვრობენ, აივაზე რო გამოდიხარ, ციყვი ხვდება დამჯდარი იმაზე, რა ქვია, მოაჯირზე და თხის ჭამს და კიყურებს ესე არ გარბის ვაფშე. უცბად ირემი გამოივლის რაღაცაში, გინერ ქაზე წავლო, აი მინდა ხელი და რაღაცა ესე სიტუაცია რა გონია რომ ვიღაცა გიწყობს ამამოს ანა და უნებრივია ეს ყველაფერი და როგორც კი ხა წარმოიდგინე ქართველები რომ დაგვხვდებიან სუფრა იშლება და იმ უბანში თუ ვინმე ქართველია ყველა იმ სუფრაზე ზის აი თითქოს ბედნიერები არიან შუქიც აქვთ, ხელფასიც აქვთ, საჭმელი, სასმელი, არ უჭირთ, სოციალურად უზრუნველყოფილი და ორონი მანქანა უდგათ, მაგრამ როგორც კი საქართველოზე ჩამოვარდება საუბარი, ცრემლებით ესწევსება თვალები. მე მაგალითად, რაც არ უნდა გამიჭირდეს ამ ქვეყანაში, ხო? ეგეთი ცხოვრება არ მინდა, რომ სხვაგან ვიყო და მენატრებოდეს ეს მისაწყალი, იმიტომ რომ მე მინდა რომ აი სწორედ ჩემი სიცოცხლის ბოლო წერტილი ღმერთმა რა ვიცი რამდენ ხანს იყოს ძალიან ხშირად გახსენებ ტელევიზიის დაგაბრუნდით ქვეყანაში ერთმა სიკეთე ბედნიერება და სიხარული არ მოვა ძალიან მაგრად იყავით და მოდი ემიგრანტებს ვაჩუქოთ ახლა ერთი სიმღერა ყურვალისათვის მიმატანინე წყალი მევალისათვის მიმატანინე ვალი საბნეულისთვის მასწავლები მეგაზები შეუწამლავი Matkamemine Gwenasisos Kalerira Mezabo
მომაძებნინე სხვაგან დაკარგული ძმები ამ ჩემს მამულში დამამარხინე ძალები მათ ქმევინე ქვეყნაციცო სადაც გინდა მათ ქმევინე ქვეყანას სიცოცხლე გინდა მე წამოვალ სადაც შენი ყელი ამბობენ რომ შენი სწორი ყელი ლერწამია შარბათისა ძველი მაშრი ყელი არა უფრო ამსგავსებე რას არ ვიცი თურას მარმარილოს ცისარტყელას თუ სადაფის სურას მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არ ყოფილს შენი ყელი მემაგონებს გედის ათლილ პროფილს სურს გიმზირო დამძერით გაგარჩიო სხვაში რომ გავქვავდე როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში აი ეხლას თეატრში ხარ და თეატრის სკამებს შენი ხელის არემარე მორცხვად აკამკამებს ისე ნაზად აძლევს სალამს ყველას რომ წარმების მათრახებით ხადავ ცისარტყელას და ლორნეტის ორი მინა ისე ნაზად მზვერავს რომ არ ვიცი ვით გაუძლო მათ ჯადოსნურ ზერას ისე შვენის ძილგულ ქანდა ყელზე მონართავი რომ ახნედავ მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩუთა ყველა ჩვენ ქალბატონს მეფერები ამრიქს ქართული ტრადიციები ყველაზე აი მძაფრი შეგრძნება მეუფლება ამ ბოლო დროს უფრო ადრე ვერ ვიგებდი როცა სუფრასთან ამბობდნენ წინაპრების სადღეგრძელოს ჩვენ წინაპრებს გავუმარჯვებთ იმ მარჯვენას რომელმაც აეს შენობა დაგვიტოვა ძალიან კარგი სადღეგრძელოა ნამდვილად. ამ ბედნიერ ნოტაზე დავასრულოთ და დასასრულს კიდე ერთი სიმღერა ვაჩვენებთ. გაგიმარჯვოთ, უღრმესი მადლობა, რომ ხართ ჩემი სტუმრები და განსაკუთრებით უღრმესი მადლობა მეფე თუბანს, რომ დღეს გვიმასპინძლა. გაგიმარჯვოთ. მადლობა თქვენ.
ღამაში სიმართლეში ზღაპრის მიყვარს აზრი გაფრენილი ღრუბლებში რომ დადის მე ვენდობი ფიქრებს მე არ ვეძებ სიტყვებს დავეძებ რითმებს და უსრულებლად შავს უსასრულო სივრცეს ცეცხლავს ნისლებს გავფრინდებით ისე და უსრულებლად შობს ჯერა ზღაპარში სიმართლეში ზღაპრის მიყვარს აზრი გაფრენილი ღრუბლებში რომ დადის სიტყვებს დავეძებ რითმებს და უსრულებლად შავს უსასრულო სივრცეს ცეცხლავს ნისლებს გავფრინდებით ისე და უსრულებლად შობს სადღაც შობს ღრუბლებში მიფრინავს დრო სადღაც შორს ოცნება წაგვიყვანს შორს სადღაც შორს ჩვენთვის გაჩერდება დრო სადღაც შორს ფიქრები მომავალს ქსოს ძალიან მიხარია რომ ჩემთან ერთად ხართ და აუცილებლად უნდა იცოდეთ სად ვართ. ეს არის რესტორანი მეფე დუბანი. მე გადავწყვიტე თქვენ ჩემო საყვარელ ადამიანებს. გავდივარ აღარ ვართ ახალგაზრდები. ეხლა მე ამ სუფრას და ყველაზე ჭარმაგი ვარ რაღაცა. მოდი ყველამ შევსვათ თითო სადღეგრძელო თავისუფალი სადღეგრძელო ვისაც რა უნდა. მოდი ქალს დაუთმოთ პირველი სადღეგრძელო. უფალს დიდება ისეთ ადგილას ვართ თან უნდა აღვნიშნოთ რომ გვერდით საპატრიარქოა და სიმბოლური ალბათ ყველა ის ფრაზა რომელიც შენ ამ არაჩვეულებრივ რესტორანზე თქვი და მიხარია რომ მადლობა მართლა პირველად. უფალს დიდება რომ დღეს ჩვენ ერთად ვართ. უფალს დიდება. გაგვიმარჯოს. მე შეიძლება მაგასაც სადღეგრძელო არ მაქვს, მაგრამ მინდა ერთი რამე გისურვო და ჩემთანაც უსურვო. ყველაზე ადვილი სათქმელია, მაგრამ ძალიან ძნელი, რთულია, რომ იყო კარგად. კარგად მინდა. კარგად ყოფნა არ არის ადვილი, არ აღმოჩნდა ადვილი. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში საერთოდ. მე მინდა გისურვოთ, რომ თქვენ სულ თუ არა და სულ და მთელი ცხოვრება ხშირად ბევრი კარგი დღეები გისურვოთ, იმიტომ რომ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ცხოვრობთ ერთხელ და ამ ერთხელ გვექნება ბევრი კარგი ჰარმონიაში შენთავთან სამყაროსთან საქმეში თან აქ თქვენ გიყურებთ ვინც ხართ ყველა ძალიან საინტერესო ადამიანები და მართლა ძალიან მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა და გისურვებთ კარგად ყოფნათ იღავით კარგად და იღავით თქვენ თვითონ გაგიკვირდეთ თქვენი ბედნიერების შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი სადგეძებო აირაშოს წახვედი რა იქნება შენს მახლობლად ეცვიყო შენს ეზოში
გადარგული ხევი ხო რა იქნება შენს მახლობლად ეცვიხო შენს ეზოში გადარგული ხევი ხო თუ შენი სახე გადამეღობა ზერად მინდა შენი ჩრდილიც მეღობა რა იქნება შენს მახლობლად ეცვიხო შენს ეზოში გადარგული ხევი ხო როგორ აწვალა მე ხონატლა შენ მანახვა მასწავლა ამას მადრო შენს მახლობლად მეცვიხო შენს ეზოში გადარგული ხევი ხო ამას მადრო შენს მახლობლად ეცვიხო შენს ეზოში გადარგული ხევი ხო სხვა რა გთხოვო უგვირგვინო დედოფალ მე ხომ შენი მეზობლობაც ეღობა რა იქნება შენს მახლობლად ეცვიხო შენს ეზოში გადარგული ხევი ხო რა იქნება შენს მახლობლად ეცვიხო შენს ეზოში გადარგული ხევი ხო გადარგული ხევი ხო გადარგული ხევი ხო სიყვარული ალბათ ყველაზე მთავარია რაც გვაბადია რა. მე მგონი გვაკლია თვითონ ადამიანებს ერთმანეთის მე ჩემ თავს ვამბობ არავის სხვას პირველ ჩემ თავს ვამბობ და მოდი უფრო შევეცადოთ რომ მეტად გავუგოთ ერთმანეთს მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი იმიტომ რომ მით უმეტეს საქართველოში გვაქვს ეს გზნობა რასაც ქვია სიყვარული და ძალიან მოსიყვარულე ხალხი ვართ მოდი ასე ვთქვათ და მოდი სიყვარულს გავუმარჯოს ყველა გამოხატულება გავუმარჯოს მე მაგალითად სხვათა შორის თავიდან ძალიან მიკვირდა ხოლმე უცხოელები რო ჩამოდიოდნენ ხოლმე და ამბობდნენ რომ ჩვენ აქ გვინდა დავრჩეთ, ვიცხოვროთ და აღარ წავიდეთ. და ჩვენი გავრვიბართ. ეკო ძირითადად პროექტი კვირა ხო. ია რატო ხარ ჩაკვრა? სხვათა შორის არ არის. კარგად ხდება ყველაფერი, იმიტომ აი გამახსენდა ეხლა ზუსტად რაც ბზანე ჩემო გიორგი, დედამიწა არის ავად. აიგე და მოსახთილი გვაქვს ყველას. არანაირი წამალი არ შორის გარდა რისი მოუხი. უმღერე ძმაო. ოდა დედამიწა სანამ ავად არის მანამდე მასში და მასზე ცხოვრებაზე კარგის ძებნა სხვა რაღაცა და თუ დედამიწა გამოჯამრთელდება აი ხა როგორ ამეცი ყველა დღე სასწაულია თუ დედა აჯამრთება სასწაული მოვახდინოთ დავიბადოთ ქართველად ყველა დღე სასწაულია თუ დედა აჯამრთება აი ხა უყურე როგორ ამბავე რაღაცა მინდა თქვა 29 თებერვალი მოდისმებო რა 4 წელიწადში ერთხელ აი რაღაცნაირად ესე მოხდა რა რომ ვანგასის უყურე ვანგა ხო იცი ვინ იყო ის იძახის რომ შაქარი აკლია ის რა გაუხსნა ინსულინის ამბავი რა შაქარი აკლია მოდი რა 29-ში 29-ში ყველამ ერთად შაქარი დავყაროთ 29-ში გინდა წყალს გავატანოთ იმაში რა ქვია უმივალნიკ როგორ არის ონკანი რატო იცი ხა ონკანი რატო უყურე საკმარისია თითით შეეხო მთაში მომავალ წყაროს ანკარას
რომ იმავე წამს ყველა ზღვა იგრძნობს რა ფიქრები გაქვს მიშვილს პატარას. აი ეგეთ სისტემაზე რომ ცხოვრობენ. აი უკავშირო ხელი მოკიდო, ხო და რომ დავატკბოთ თუ ყველა, მე ქიმია რა, ქიმიური ამბავი რა. ეხლა ლექსად ვიტყვი რა. ახლა დადნენ შაქრის ყბები და გახმენ თაფლის ხეები. ამოაშრო მლაშე სისხლმა ინსულინმა თაფლის მდინარეები. დედა შაქრის კომაშია. ძმებო სწრაფად შაქარი. ყველა ერთად უნდა გავხდეთ ღმერთის აქტი აქ არის. სასწაული მოვახდინოთ. დავიბადოთ ქართველად. ყველა დღე სასწაულია თუ დედა აჯანმრთელად. ქართულ სუფრას როგორ უხდება შემოსწრებული ადამიანი? გიორგი, როგორ ახარ? კარგი. აქა. და რა თქმა უნდა შეგრძნებები ბავშვობას უდარდო. ისმოდა ტყვის კაკანი და მცრიდა მე ამ დროს. ტანს ჟრუანტელი, თვალზე ბინდი გზა იყო სამტრო, ზღვის ნაპირზე კი გამორიყულ წლებთან ვარ მარტო. ეს ვინ გამიყო ნაბაძები ღვთისაგან ჟამი, ვინ ჩაენაცვლა იმ მიწის მათს, ვინ გვასვა შხამი, მტრად ქცეულ მოძმეს გავყინავს ტალღა და წამი, გაწყდა ხმაური, ჟრიამული არის მშჩქარი. ჩვენ მაინც მოვალთ, სამტროთ არა, საშველად მოვალთ, ჩვენ ბრძოლით არა შემოფრენილ მტრედებად მოვალთ, გმირთავ არამად დაღვრილ სისხლთა მოდგმავართ მოვალთ, კარს ნუ ჩაკეტავთ, გულს გაგილღობთ, ჩვენ ლოცვით მოვალთ, დაკარგულ წლების დაბრუნების უდავოდ დროა. რეკენ ზარები ხმა ჩამესმის ახლა გალობის გვწამს უფალი და იმედი გვაქვს მისი წყალობის მორჩეს გოდება
დრო დამდგარა ჩვენი თაობის. დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაგიწევთ ჭაპანს. მამა პაპურად გაზრდილები დავარწევთ აკვანს. ოდოიას და აშო ჩელას თქვენთან აკნოსილს აფხაზთან ერთად კვლავ გავაგონებთ ჩვენს მტერს დაგესილს. იმ ტკივილიან სანაპიროს მოვუტანთ ძმობას, სიკვდილს, სიცოცხლეს მოვპარავთ და მოვრჩებით ტრობას. მე ჩემს დედულეთს მოწყვეტილი ერთი გოჯი ვარ. მომენატრეთ და შემოგვიშვით თქვენთან მოვდივარ. გამოდიდ ბიჭებო სათქმელი თქვათ, გული გულს დამხარი მხარს. რაც გულში სევდა და დარდები გვაქვს, ერთად გავატანოთ ქარს. გაუგებრობა რომ აღარ იყოს წამიწუთი სოფელში. გამოდიდ და ერთად გადავეშვათ სიყვარულის მორებში. ის კაცი მუდამ ღირსეულია, შეცდომას ვინც არ უშვებს. მაგრამ ის უგროს აქები იყოს, რომ გამოასწორებს ველს. გამოდიდ ბიჭებო, გამოდიდ, ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან. თორემ არ გვიდირებს არავინ, ისე გაგვიტანენ სახლიდან. გამოდიდ ბიჭებო, გამოდიდ, ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან. თორემ ვერ გაიგებს ვერავინ, ისე გაგვიტანენ სახლიდან. გამოდიდ ბიჭებო, სათქმელი თქვათ, ბერები გავახაროთ. გამოდიდ სანამ საქაოს ვართ და ეს ლექსი ვიმღეროთ. შვილთა შვილებს თუ არ დაუბარეთ, უფლება ჩვენ არა გვაქვს. დედამიწა რომ სულიერია და ხესაც რომ სული აქვს. გამოდიდ ბიჭებო, სათქმელი თქვათ, ეს ხომ ჩვენი ვალია. დედა რომ გარდაცვლილი გვეგონა, თურმე ის ცოცხალია. გამოდიდ ბიჭებო, გამოდიდ, ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან. თორემ არ გვიდირებს არავინ, ისე გაგვიტანენ სახლიდან. გამოდიდ ბიჭებო, გამოდიდ, ცხოვრება დავიწყოთ ახლიდან. თორემ ვერ გაიგებს ვერავინ, ისე გაგვიტანენ სახლიდან. შენებური ნიჭიერი პაროდია გვაჩუქე. აი ამ ლამას ადგილას სიმონ, აი ესეც სუფრაზებს ხედავთ ხო, რაღაცა კეიპობს სიმონ, რაღაცა. ბიჭო, მასალია ზურა, ხოთიფშიძე. ბიჭო, რა მაგრაკა. ხო და რა ხდება ეხლა ესეთი კარგი სუფრაა სიმონ, ესეთ ადგილას ვართ, რაღაცა კეიპობს, სვავთ, რაღაცა ლექსის სიმღერა, რაღაცა ვეხუტებით ერთმანეთს ქართული სუფრა. ერთი სიმონ, აი ესეთი ლამაზი მშვენიერი მანდილოსანი გვიზის აი ესეთი მშვენებას, რომელიც არ გვითქვია რა უნდა სიყვარულს გაუმარჯოს, დედამიწას გაუმარჯოს, აქაურობას გაუმარჯოს, წვას გაუმარჯოს. ესეთი სიმონ ლამაზი ის მანდილოსანი გვიზის და არ გვითხოვს და გაუმარჯოს ყველას. ყველა თითოეულ ჩვენგანს ყავს ჩვენი მშვენიერება, ხო ანუ ჩვენი თითო ქალი მშვენიერება, რომელიც უკიდაკანოდ გვიყვარს და გაუმარჯოს რა, გაუმარჯოს. დიდი მადლობა ბატონო. როგორ ფერებშიც გასულა ესე გეცხოვრებს. გენები ჩამისვის, ეს ძალიან უიყვარს. ეს სიყვარული, ეს სიყვარული, ძალიან უიყვარს. ძალიან ჩავეხუზე ეს ერთ წრეში შევიყარე და ძალიან უიყვარს. მოკლედ, მეგობრებო, აი ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მეფე თუბას, იმიტომ რომ აი ესეთი ულამაზესი სუფრა გაგვიშალა და
ერთი ლამაზი დღე გვაჩუქა ჩვენ და ჩვენს მაყურებელს. მე მინდა გისურვოთ ბედნიერება და გისურვოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება. გაგვიმართლოს. ეს იყო სპარაკუსი გია ჯაჯადიძესთან ერთად. საერთოდ ვერ ხვდები რა ზღერია. ნანა მუჭო ბებინატრისი. ძალიან მოეწონა ტარკანს და ბევრი იცინა ამაზე. მანუშაკეი პარტეზუმ ბაცვაც დუერაზეირ ინც ამარდარ. დედა, სორებოშ, სად არის რომ ვარ? მოგელიმ გამომიგზავნა მოკვეჭილი უშკური ტელეფონი და გოგონამ დადო ვიდეო და აქვს 200,000 ნახვა. თუ რას აკეთებს, რატომ გადაწყვიტა და როგორ აკეთებს, თავად მოგვიყვება ემილი. მობძანდით. ლალი გოგოა. დიახ. და რატომ ემილი? ესე წლებია მქვია, ანუ არა მხოლოდ ეხლა დავირქვი. დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ რატომღაც ემილის სახელი უფრო მიხდებოდა და შეურჩიე გვარი ფრიკი. და აკეთებ მეგრელი ქალის პაროდიას. ჯგუფუნგაზე განკოეცინვა ხანწკიც. მუჭერეთ დადე. მუჭაზე ჯუნდა. ნანა მუჭო ბებინატრისი. რუსის ქალი არ დამალაპარაკო დედა, სუდად ავარიცოდე. აკუმოს. ო, კაგზელია დარაგაია. რამდენი წლის ხარ? 25. რა პროფესიის ხარ? PR მენეჯერი, ეს ბაკალავრი, მაგისტრატურა ბიზნესი, ადმინისტრირება დავამთავრე. და რატომ გადაწყვიტე ვიდეოს გაკეთება, გინდოდა პოპულარობა, აბა რატომ? ესე არ გადამიწყვეტია ეხლა, ბავშვობიდანვე ანუ ამას ვაკეთებ და სულ დებდი ხოლმე Facebook-ზე, უბრალოდ ამაზე ხალისობდნენ მხოლოდ ჩემი მეგობრები. და ყველა მიცნობს რეალურად, რომ ეს ჩემთვის ჩვეულებრივია, მათთვის ჩვეულებრივია უბრალოდ.
მაგრამ რატომღაც ერთ-ერთ საღამოს დავდა მეგრული ვიდეო, სადაც მეგრულ ქალს, ესე ვთქვათ, პერსონაჟ განვასახიერებ. რატომღაც აიტაცა ყველამ. ერთ ღამეში მქონდა მარტო 100,000 ნახვა, როდესაც არავინ არ მიცნობდა და ხალხს მოეწონა. და გახდი უცბად პოპულარული. გახდი უცებ პოპულარული. არ ვიცი ეს კლოუნის თვისება თუ რა არის, ვერ გეტყვით, მაგრამ გიждები, როდესაც ადამიანებს ვაცინებ. ლამის გული გამისკდა ბედნიერებისგან იმდენად თბილად მიმიღეს. მე თვითონაც არ ვეღარ. არავინ არ გაგლანძღა, ჯერ არ ქონია? სადღაც დაახლოებით ახლა გეტყვით, ალბათ 10,000 ადამიანიდან მაქსიმუმ 5-მა, მეტმა არა. ისიც გამლანძღა, როგორც არ მოეწონათ. მეგრელი ხარ? კი, მეგრელი ვარ. სამეგრელოში გაიზარდე? ფოთში ვიზრდებოდი 15 წლამდე და შემდეგ უკვე თბილისში. ესე კარგად იცი მეგრული? საფხულში, როდესაც ბებიასთან ჩავდედი ხოლმე, პატარა როცა ვიყავი, იქ ქართულად უბრალოდ არავინ არ მესაუბრებოდა და აქედან გამომდინარე ავტომატურად ვისწავლე. შეყვარებული თუ გყავს? ვერ. ვერ, რატო? არ მოს, ჩემნაირ გოგოებთან უბრალოდ მეგობრობენ, ძმაკაცობენ, მაგრამ შეყვარებულად ცოტა ვერ აღმიქვამენ. ჩემი მშობლები მაგალითად, რომლებიც სულ მეუბნებოდნენ, რომ ზუსტად სტანდარტულად შენ ხარ ქართველი გოგო, შენ ვერ გათხოვდები ესე, როდის დასერიოზულდები, როდის მიხედავ შენს კარიერას და რას ეუბნები? ანუ კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანი. და ნუ ტინგიცობ, ეს იყო ანუ დასერიოზული. ტინგიცობ? ტინგიცობას ეძახდნენ ესეთ ჩემს ქცევებს. მაგრამ მოხოდი ახლა ასეთ პოპულარულ შოუში? დიახ, ვაღიარებ, ძალიან მადლობელი ვარ თქვენთვის, რომ ნახე, ახლა მარტო მეგრელების პაროდიას აკეთებ? არა, უამრავი სხვა პერსონაჟი მყავს, რატომღაც გონიათ, რომ მხოლოდ მეგრელების პაროდია შემიძლია. არა, სხვადასხვა ადამიანებს სხვა შორის გიждები თურქების პაროდიაზე, მაგალითად, ტარკანის ოფიციალურმა გვერდმა მომწერა. რაო? სიმღერები ისე ვიმღერე, როგორც ლამის მღერის ტარკანი. Sevenir koymaz, İsveler bilmele yaşarız. O da biliyor, o da seviyor. Bile bile kaka tutuyor aşkım. Kezi karam, haydi bile bile. იმღერე ცოტა. ვიმღერო? ხო. Yakılı gitsem, salını görsem, alını çaksam, silin mendibet. საერთოდ ვერ ხვდები რა ვღერივა. იგონებ? არა, მისი ტექსტია. ტექსტია. ოღონდ ნამდვილი ტექსტია თუ? ნამდვილი ტექსტია, უბრალოდ არ ვიცი თურქული და რა ნიჭი მაქვს იმის. გაიგო თვითონ? კი, მისმა გვერდმა მომწერა და ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა ამ პაროდიისთვის და მითხრა რომ ძალიან მოეწონა ტარკანს და ბევრი იცინა ამაზე. არ არის გამორიცხული რომ თურქ მართლაც გამოკრა ხელი. Yepşlerin tamam. კიდევ ის პაროდიას აკეთებ? ინდური სიმღერები ჩვეულებრივად ჩემი. წამიმღერე ცოტა. Kuska hene tekno, ikke pyar me hona. მე სომხური ვიცი. აი სომხური არ ვიცი, იცით? Manuşakei partezum bacvat, duerazeir, inc amar dardat. Oçaqay? მე ინდური მიყვარდა ძალიან, ეხლაც მიყვარს, ოღონდ ვერ დავიმახსოვრე ერთი ვიცი, აი ესე თვალები უნდა დახუჭო და მეშაე, ტო, ნეი. აი, ხო, ეს მოძრაობები არ გამიკეთებია, მაგრამ რა თქმა უნდა, თავისი ცეკვით ვიცი. არა, ნახე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარული ხარ, 200,000 ნახვა არ აქვს სერიოზულ მომღერლებს და მსახიობებს. მოდი გავაკეთოთ პაროდია. გავაკეთოთ. გოშ, სადარი რომ ვარ? გამარჯობა, აქ შეიძლება დავждე? დაბძანდით. გამარჯობა. როგორი რამაზი ხარ იცი შენ აიმშიც, კაცო? მართლა? ცისანა, ზუგიდი. აქ ვარ ზუგიდი, ცისანა მუჭარ ერთმან. სომორეკუნ. სადავარ შემომხედე აბა. მე იცით რა არის ბატონო გია, დიდი მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისთვის, მაგრამ მე ისეთი ხალი ვარ ზუგიჩი, ცნობილი ხალი ვარ. მე ყველაფერი მაქვს. ონახვალი მაშინა, როგორ არის ქართულ სარეცხი მანქანა მაქვს, დივან კრესლი მაქვს. იცი რატო? პატიოსნად მიცხოვრია.
ჩემს ახალგაზრდობაში ჩვენ კაბები აქამდეც არ ჩაგვწვი. იცი რატომ? ქალმა არ უნდა გამოიჩინოს ფეხი. პატიოსნება და წესიერება ჩემი თამხუტიმრო დაინახა ჩემში, იმიტომ მოვეწონე. მე მქონდა კარტოფილის ბიზნესი მქონდა და ჩამოქონდა მარშრუტკები, დედა მარშრუტკები ზუგდიდიდან და ყიდე აგერ ვაგზალზე. მე გარდამეცვალა ჩემი თამხუტი და დავჭი ახლა ხვალე ვარ მე. აბა როგორ? ჩემი ორივე შვილი ერთი მყავს, დაუჯახებული ვაკეში ცხოვრობს, ბინა ვუყიდე ყველაფერი, იმიტომ რომ მეგრელები საერთოდ ვაკეში გვიყვარს ყველას, ცენტრია თბილისის, აბა როგორ? და მეორე მყავს დედა კამერა გოგო, როგორ ჩემი ნათესავები როგორ შემომხედავენ. და ეს არის კიდე მეორე მყავს, მოგელი მყავს მოსკოვში. მოსკოვში მყავს აგერ უყურე, ცისანას დაურეკავ რა, ჩემი გია თუ ხარ, კაი? კარგი, დაურეკე. დაურეკავ ცისანას. მოგელიმ გამომიგზავნა მოკვეჭილი უშკური ტელეფონი და აიო, ცისანა, ნანა ძღაბ კონჯინეკო ძღაბ. მიყურებ გოგო? არ მიყურებ? მიდი ჩემთან კუხნიაში კორფუჯი ჩართე დროზე, მიდი. მე და გიავზი ვართ, ხო, ერთად ვართ. გოგო სასწაულია, სასწაული, მაგრამ თბილისელები დადიან გადახდილები, ეგ თამუნა თუ ვარშალიომიძე, ყველაფერი იფრე ლუჩქუცხა, ყველაფერი უჩანდა. საერთოდ. და დავჯექი და დაიწყეს საყვარლებიო, ისო და მე გამოვედი, ხო იცი, ჩემს ზუგით საერთოდ არ შევარცხენ, პატიოსნება და წესიერება გაგიჟებულია გია ჩემზე. აბა როგორ? ჯგერცისანა, მიდი აბა შენიცი, მიდი. რაო ცისანამ? ცისანა გაგიჟა, ძალიან უყვარხარ, მთელი ზუგიდი გიყურებ, მთელი ზუგიდი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარი ხარ და ძალიან ნიჭიერი ხარ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ისეთ ვიდეოებს დადებ და იმდენი ნახვა ექნება და მე მიხარია, რომ პირველად შენ ხარ ჩვენ შოუში და ჩვენ საერთოდ გადაწყვეტილი გვაქვს ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა მოვიყვანოთ და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენთვის. და ერთი სელფი გადავიღოთ. ცისანას ხო უნდა აჩვენო? აუცილებლად, დედა ტელეფონი მაგათიშული. არა უშავს. რატომ გამთიშე ეცე რო არ დაერეკა მოგელი მერეკავს მოსკოვიდან და რო არ დაერეკა მე გადავიღოთ. ჩართე და გადავიღოთ. ჩართო? გაგოგო ჩართული ტელეფონი. ეხლავე გამოვართო იმას დაგრეული ტელეფონი, მაგრამ გამოვართე და გადავიღოთ. მოდი აბა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ნახვამდის. გაიხარეთ. ყოველწლიურად ვიქტორიას სეკრეტის ლამაზი გოგოები თავიანთ თაყვანის მცემლებს უწყობენ ფოტოსესიას და ჩვენც გადავწყვიტეთ ქართველ მაყურებელს გაუკეთოთ ქართველი გოგონებისგან ფოტოსესია და გაჩუქოთ თქვენ. უყურეთ. Moving quick, burning the wick at both ends, screaming loud, stupid shit, scaring all of my old friends. Fell down on Bedford, hope that it's not broken. Safe to say, I might have had too much of some of these potions. I love you so much, I'm staying here all night. Don't wanna get up, I don't wanna stop, I don't wanna close my eyes.